გიორგი ქიშტოვანთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს ფასების თემაზე, რა აზრი აქვს სახელმწიფოს მხრიდან ფასების მენეჯმენტის მცდელობას და რას ემსახურება კომისიები, რა შედეგზე უნდა ვიფიქროთ. გიორგი დილამშვიდობის. მადლობა, რომ ხარ ჩემი სტუმარი. კომისიების თემით დავიწყოთ. ანუ აი რას ვადევნებთ ახლა ჩვენ აი ამ სერიების განმავლობაში თვალს და აი რა შედეგის მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ კომისიების მუშაობიდან. კი ბატონო, მადლობა, მივესალმები მაყურებელს. ჩემი აზრით, მიზანი უფრო იყო პოლიტიკური და პოლიტიკური მიზანი იყო, რომ ქართულ ოცნებას ეჩვენებინა, რომ აი ბიზნესის რომელი ნაწილი შეიძლება არის პასუხისგებელი მაღალ ფასებზე, ანუ რაღაცნაირად აი გამოეჩინა, ანუ ყველას გვენახა, რომ დისტრიბუტორები თუ საცალო ვაჭრობის ქსელები არიან ის რგოლი, რომელიც იმ მაღალ ფასს, რა ფასითაც არის უკმაყოფილო მომხმარებელი, იგივე ამომრჩეველი, ადებს იმ პროდუქტს, ხო? ანუ ეს იყო ჩემი აზრით პოლიტიკური მიზანი. რა მივიღეთ, ხო? მივიღეთ ის, რომ ვაკვირდებით ამ რაღაცა ინტერვიუების სერიას და ის უნარიც კი რომ ამ კომისიამ დასკვნა დადოს, უკვე თავიდანვე აღიარეს რომ არა აქვთ. ანუ რაღაცა კვლევის ენაზე რომ ვახსენოთ, კომისია არის რაღაც ინტერვიუერების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ბაზრის მოთამაშეებთან. ეხლა ამ ინტერვიუების შედეგები, ან ჩანაწერები უნდა გაუზიარონ საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადოთ კიდე ფული, რომ რაღაც დასკვნები აქედან გამოიტანონ. ანუ დასკვნებზეც კი ამ კომისიას თავიდანვე როგორც თვითონ განაცხადეს, არ აქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ აი დასკვნები გააკეთოს. კომპეტენციის ამბავია თუ პასუხისმგებლობის ამბავია? არ უნდათ თქვა გაიზიარონ საბოლოო ჯამში რაღაცა ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკურად კი დაიწყეს პროცესი, მაგრამ მე მგონია, რომ აი რასაც აღვიქვამ ამ კომენტარებიდან, რასაც კომისიის თავმჯდომარე და მისი წევრები რამოდენიმე აკეთებენ. მე მგონია, რომ მათ უკვე რამოდენიმე, ანუ მათ უკვე დაინახეს, რომ ეს არის კონკურენტული ბაზარი, ჩამოყალიბებული პრინციპით მუშაობის, წარმატებული მოთამაშეებით, შედარებით ნაკლებად წარმატებული მოთამაშეებით და ეხლა არიციან რა ქნა. ანუ აი დააკვირდნენ, რომ აი ესე მუშაობს ეს ბაზარი. ანუ ის ფასებია, რაც ფასებიც არის, საბაზრო ეს მოთამაშეებიც სინამდვილეში არიან სამკვდო სასიცოცხლო კონკურენციაში ერთმანეთთან, დისტრიბუტორებიც, საცალო ვაჭრობის ქსელებიც, მწარმოებლებიც და რაღაცნაირად აი კომპეტენციის ნაწილი და პასუხისგებლობის ნაწილი, მე მგონი კომბინაცია არის. ელენე, მიხვდნენ რა, რომ თუ რამე შეიცვლება, თლიანად უნდა გადააწყო ბაზარი. ანუ არ გამოვა აქ, ანუ და მე მგონი არის ორი გზა, ხო? ანუ თლიანად გადააწყო ბაზრის მუშაობის სისტემა, რაც არის ურთულესი, ანუ და რაღაცა ძალიან ხისტი ჩარჩოები დაუწესო არსებულ ბაზას და ამ გზით სადოეს, ხო? ანუ ხისტი მაგალითად იქნება, რომ თქვა, რომ კარაქი არ ეღირება 7 ლარზე მეტი. ხო? აი რაღაც ასეთი გააკეთო. ან ვაკის რაიონში არ შეიძლება ერთ მარკეტზე მეტი. და ხვდებიან, რომ ამით აბსოლუტურად მოარყევენ სისტემას, ამ ბაზრის სისტემას. ამიტომაც კომპეტენცია რომ დაარეგულირონ უფრო უკეთესად, მათ აშკარად არა აქვთ. ხოლო პასუხისგებლობა, რომ აი ასეთი ხისტი ზომებზე პასუხისგებლობა აიღონ, ეს აშკარად არ უნდათ. ჩემი აზრით. ეხლა კომისია რეკომენდაციით გამოვიდეს, რომ კარაქი არ ღირდეს 7 ლარზე მეტი და ბრინჯი, როგორც ქართული ოცნების პრემიერმა განაცხადა, ღირდეს ისე 4 ლარი, როგორც ღირს გერმანიაში, ასეთი რეგულაციების ინიციატივის გაკეთება თან ბევრი მოდის ბიზნესიდან. და რაღაცნაირად ხვდება შეიძლება ან გრძნობს, რომ შეიძლება შემოუბრუნდეს მსგავსად, ხო? კომისიის თავმჯდომარე თვითონ მშენებელი არის და რა განსხვავება არის ახლა კარაქზე გეპის დაწესებას და 1 კვადრატულ მეტრი ბინის ფასზე გეპის დაწესებას შორის. არანაირი განსხვავება არ არის. ამიტომ ხვდება, რომ შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს ეს თვითონ და საკუთარ ბიზნესსაც. ამიტომაც
კომპეტენცია რომ სწორად დაარეგულირონ მათ არ გააჩნიათ მე ვიტყოდი რომ ეს ურთულესი დავალება იქნება და ამიტომ უნდათ რომ ვიღაცამ აიღოს ამაზე პასუხისგებლობა და პასუხისგებლობა რომ ესე ვთქვათ უხეშად ჩაერიონ ამის აღება ჩემი ვარაუდით არ უნდათ ესეთი შთაბეჭდილება გარედან რა ჩანს აი ვიცი რომ ადევნებ თვალს და ამ ინტერვიუებს როგორც ჩვენ დაარქვი უსმენ ყურადღებით ხო აი რა გამოჩნდა რომ აი რა არის ეს ბიზნეს მოდელი რომელიც ვთქვათ ვერ დაინგრევა ამ ეტაპზე იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ მოთამაშეებიც ბაზრის სხვადასხვა სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებიც და ნაწილობრივ მომხმარებელიც რაღაცნაირად უსიტყვოდ შეთანხმებული არის აი ამ აი ჩამოვთვლი ელენე რა გამოჩნდა რა ანუ პირველი გამოჩნდა რომ სექტორი არის კონკურენტული საკმაოდ და რაღაცნაირად ამ გარიგებებსა და კარტელურ გარიგებებსა და ბაღალ კონცენტრაციაზე საუბარი ზედმეტია ხო ანუ ამ ბაზარზე ნუ ავიღოთ საცალო ვაჭრობის ობიექტების არის მნიშვნელოვანი კონკურენტული გარემო ეს პირველი მეორე გამოჩნდა როგორ მუშაობს ეს ბაზარი როგორ ჩანს ეს ბაზარი მუშაობს პრინციპით რომ დიდი ნაწილი გაყიდვების გენერირდება ფასდაკლებების მოდელით ხო შესაბამისად აი ძალიან საინტერესო იყო რამოდენიმე კომენტარი და მეც აქამდე ამაზე მქონდა ინფორმაცია რომ გაყიდვების უდიდესი ნაწილი მოდის მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შემთხვევაში ანუ რაღაც პროდუქტი იყიდება არა თავის საწყის ფასად არამედ იმ ფასად რა ფასადაც ფასდაკლებების პერიოდში ყიდის მას ქსელი შესაბამისად აქ ერთი საინტერესო არის რომ ეს ფასნამატის თემა შეიძლება არის თავიდანვე არასწორი, როცა ქართული ოცნება ლაპარაკობს თითქმის 100%-იან ფასნამატზე, იმიტომ რომ თუ პროდუქციის 80% იყიდება ფასდაკლებების დროს, საწყისი ფასის მაღალი მაჩვენებელი არის პირობითი. ჩვენ უნდა ვყუროთ საშუალო გასაყიდ ფასს და მე ვნახოთ, რამდენად არის საშუალო გასაყიდი ფასი, ნამდვილად ძალიან ბევრად მეტი, ვიდრე პირობითად თვითღირებულება, ხო? ამიტომაც აქაც მე მგონი უკვე შეიძლება ფუნდამენტურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, როცა არასწორად დადგინდა პრობლემაც კი. მესამე რაც გამოჩნდა არის რომ ეს ვადაღებული cashback-ების თემა, რომელმაც ასე ვთქვათ, ამაზე აპელირებდა თავიდან ყველანი. როგორც ჩანს ეს cashback-ი, ანუ სინამდვილეში არის რაღაცა ფასნამატის ალტერნატიული აბსტრაქტული ცნება, ხო? აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, რას ნიშნავს, ხო? ანუ მე შევიტანე ობიექტში 10 ლარად პროდუქტი და cashback-ი პირობითად არის 5 ლარი. ანუ რომ გაიყიდება 5 ლარს მივიღებ. სინამდვილეში რა გამოდის, ხო? რომ სინამდვილეში პროდუქტის შეტანა ხდება 5 ლარად. და თუ პროდუქტი შემდეგ იყიდება პირობითად სიმარტივისთვის 15 ლარად, ფასნამატი გამოდის 300%. და არა 150% თუ 10 ლარად იქნებოდა შეტანილი და ეს არის ფასნამატის ფორმა და აქედან გამომდინარე ბოლო კომენტარებიდან ესე ჩანდა რომ თუ პირობითად ქართული ოცნება აგრძალავს ამ ცნებას cashback-ისას, ამით პრობლემა არ მოგვარდება, რადგანაც უბრალოდ ესე ვთქვათ, ანუ რა მოხდება, ხო? უბრალოდ ფასნამატს გაზდიან ქსელები. და შესაბამისად, აი დასკვნაში, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დადო, ძალიან საინტერესო იყო, რომ იქ სადაც დაბალია cashback-ი, მაღალია ფასნამატი, იქ სადაც მაღალია cashback-ი, დაბალია ფასნამატი. ანუ შესაბამისად, ეს არ მოაგვარებს პრობლემას. და კიდე რაც ამ თემის გაგრძელება რაც არის, ის არის, რომ როგორც ჩანს ეს cashback-ი არის ინსტრუმენტი ქსელებისთვის იმპორტესთან რო ხია დისტრიბუტორებთან ან წარმოებლებთან ერთად ფასდაკლებების სისტემის შექმნას. ხო, ანუ cashback-ი გაძლევს, ანუ ეს თავდაპირველი მაღალი ფასნამატი / cashback-ი გაძლევს შესაძლებლობას უფრო აგრესიული დისკაუნტ კამპანიები აწარმოო, ზუსტად დისკაუნტ კამპანიები აწარმოო. და ეს გამოიყენო შემდგომ როგორც ბერკეტი კონკურენციაში. ზუსტად, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს მაღალი კონკურენცია, ჩამოყალიბდა მოდელი, რომ მაღალ კონკურენციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის მაღალი ფასდაკლებებით მოზიდვა კლიენტის და შესაბამისად შენ გირჩევნია რომ თავდაპირველი ფასი მათ შორის ამ თავისი cashback-ით / ფასდამატით იყოს მაღალი, რომ შემდეგ
პირობითად 70%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში ადამიანი მოიზიდო როგორც კლიენტი. ერთსაც ვიტყვი თუ შეიძლება. ელენე, ძალიან მოკლედ და დავასრულოთ. აქ ერთ თემაზე არ არის აქცენტი გამახვილებული და მნიშვნელოვანი მგონია ძალიან, რომ თავარი პრობლემა ამ თემაზე საუბრისას არის, რომ მოსახლეობა არის ღარიბი და რატომ ერთი ქვითრის საშუალო ოდენობა კოლეგები TBC კაპიტალიდან ამას აკეთებენ, ხო? ითვლიან, არის 17 ლარი. აი ეს არის პრობლემა. პრობლემა არის ის და ამას თუ შეიძლება მე შეგვიძლია ამასაც ვიმჟელოთ, ხო? ელენე, პრობლემა რა არის, რომ რადგანაც ადამიანები ყოველ დღე როგორც ჩანს, სურსაც ყიდულობენ იმ დღისთვის ეს და არ აქვს შესაძლებლობა რომ იყიდონ ყოველი დღისთვის შესაბამისად ამანად შექმნა ეს სისტემა ხო იგივე მარკეტების სიუხვეზე რო ვლაპარაკობ ხო რატომ არის ბევრი მარკეტი იმიტომ რომ ადამიანი ყიდულობს იმ დღისთვის და თუ მარკეტი არ არის ორ ნაბიჯში მაშინ ის იყიდის სხვა მარკეტში და ამიტომაც ყველა ხსნის ამას ანუ პრობლემა რა არის პრობლემა არის რომ საქართველოში მოსახლეობა გაჭირვებული და გაჭირვებულ მოსარგეობის ქცევას მოარგო ბიზნესმა თავისი ბიზნეს მოდელი ფასდაკლებებით და ახლოს ორნაბიჯში მარკეტებით და ეხლა ამ პრობლემის ნაცვლად იმისა რომ ცადოთ რომ მოდი მოსახლეობა გამდიდრდეს იაფფას დავსდევთ მოდი ვეძებთ რომ აი ეს ყველაფერი ისევ გააკეთოს ბიზნესმა ჩეკის პირობებში ისევ გააკეთოს ბიზნესმა ოღონდ ორჯერ ნახევარი ფასით утопия. მადლობა. ყველას გვინდა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ცხოვრება, მაგრამ ლოგიკა არის ასახსნელი, მიზეზი არის დასადგენი, რომ საბოლოო ჯამში უწამლო. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. გიორგი ქიშტოვანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო ჩემთან ერთად.